გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ მნიშვნელოვან თემებზე. ეს შეხებოდა ქართული სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ჩვენ დავადგინეთ, რომ 4000 წლისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოვადგინეთ წინა გადაცემაში. შემდეგ ჩვენ გქონდა საუბარი მეცნიერებაზე. მეცნიერების ათვლა თუ დავიწყებთ პითაგორადან, მაშინ გამოდის, რომ პითაგორას შემდეგ გადის 2500 წელი. პითაგორა ბერძნული წერილობითი წყაროების მიხედვით აღმოჩნდა წარმოშობით პელაზგი. და ბერძნული წერილობითი წყაროების მიხედვით პელაზგი განმარტებულია როგორც კოლხური ტომი. და ამის თაობაზე ჩვენ გესაუბრეთ, ქონდა დოკუმენტები წარმოდგენილი პროფესორი აკაკი ურუშაძის წიგნის მიხედვით. ეს არის კოლხეთი ძველი არგონავტების თქმულებაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცემულია 1964 წელს. შემდეგ ჩვენ საუბარი ქონდა სარწმუნოებაზე, კერძოდ ეს იყო ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება 2000 წლით თარიღდება ჩვენი კვლევების თანახმად, ვიდრე რომ აღმოჩნდა მარკიონ ფაზისელი, რომელიც გახლავთ ფაზის აკადემიის დამფუძნებელი, დღეს ამაზე ვისაუბრებთ. მარკიონის მამა იყო პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ალბათ აკურთხეს ეს ანდრია პირველწოდებულმა, ასეა ცნობილი ბერძნული წყაროების მიხედვით 60 წელს, ახალი წეთაღრიცხვის 60 წელს. შეიძლება ცოტა ადრეც ყოფილიყო, მაგრამ დაახლოებით 60 წელი, შეიძლება 55 წელი ახალი წეთაღრიცხვით. აქედან გამომდინარე, ესე იგი მარკიონის მამა პალმოსი იყო პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ხელდასმული იქნა ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელიც სუსტად ვიცით სახელი. აქვე გავიხსენებთ იმას, რომ მეუფე ანანია ჯაფარიძე თავის წიგნში ამბობს, რომ ანდრია პირველწოდებულმა პირველი ხელდასმა გაუკეთა მაწვერის ეპისკოპოსს და მისი სახელი ჩვენთვის არ არის ცნობილი. თუმცა მე ბერძნული წერილობითი წყაროები ამის მხრივ არ მინახავს და ამიტომ მხოლოდ ვეყრდნობი მეუფე ანანია ჯაფარიძეს წიგნს. ხოლო დანარჩენი, რომელზეც დღეს ჩვენ გესაუბრებით, ეს უკვე წერილობით წყაროებში ბერძნულად განსაკუთრებით ცნობილია. რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, ცნობილი ეს იმდენად ესე მარტივად სათქმელი არ არის, იმიტომ რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, რომ დაგვედგინა ფაზის აკადემიის დამფუძნებელი ვინ იყო და ვის მნიშვნელობით რა ფუნქციები აქვს გაკეთებული ამ დამფუძნებელს. აი აღმოჩნდა ჩვენი კვლევების თანახმად ფაზის აკადემიის დამფუძნებელი მარკიონ ფაზისელია და ვისაუბრეთ, რომ მარკიონ ფაზისელის მამა გახლავთ პალმოსი, ანუ ფილოლოგუსი, რომელიც ნახსენებია ახალ აქტობაში რომელთა 16-15-ში. აი ეს ვიცით ჩვენ წინა გადაცემებიდან. დღეს საუბარი გვექნება ფაზისის აკადემია, მუზათა ტაძარი დაახლოებით 1900 წლისაა. დღეს ჩვენ დავასაბუთებთ და გაჩვენებთ იმ ინფორმაციულ მასალას, რომ ფაზისის აკადემია მარკიონ ფაზისელმა, ფაზისის ეპისკოპოსმა დაარსა 154 წლის 15 ივლისს. ამაზე ბერძნული წერილობით წყაროებს მოვიყვანთ, ასევე ლათინური მასალაც გვექნება. 154 წელი ეს მნიშვნელოვანი წელია და ამ დეტალებზე ვისაუბრებთ. მარკიონ ფაზისელი, როგორც მოგახსენეთ, არის წერილობით წყაროების მიხედვით ფაზისის ეპისკოპოსი 128 წლამდე ახალი წეთაღრიცხვით. მარკიონ ფაზისელი დაიბადა დაახლოებით 80 წელს ახალი წეთაღრიცხვით და სავარაუდოდ გარდაიცვალა 160 წელს. ზოგიერთი ავტორი 170 წელს ასახელებს. ეს არის პირველი საუკუნე და მეორე საუკუნე. ფაქტობრივად ის პერიოდია, როცა ქრისტიანობა ჯერ ოფიციალურად სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ არის გავრცელებული არც რომში და არც სხვა რეგიონებში. სწორედ
ფაზისის აკადემიის დამფუძნებლის გარკვევის შემდეგ რიგი დეტალები გამოჩნდა ჩვენი წინაპრების ქრისტიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ შემოვდივართ წინადადებით და უნდა გავიაზროთ ის, რომ ფაზისის აკადემია ყველაზე უძველესი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც დადასტურებულია წერილობითი წყაროების მიხედვით და რიგი ქართველი მკვლევრების სამეცნიერო ნაშრომებში ეს ბევრჯერ არის აღნიშნული, მაგალითად დავასახელებ სიმონ ყაუჩიშვილი, თინათინ ყაუჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი ურუშაძე და სხვები. ბევრი ცნობილი ქართველი მეცნიერების ნაშრომშია მოცემული ინფორმაცია. გამათი იმისა, რომ ფაზისი შეიძლება დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ანუ ლაზეთში მდებარეობდა, ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს რიგი წერილობითი და რუკითი მასალა, რომელშიც ადასტურებს, რომ ფაზისი არის ფოთი, ეს ყოველ შემთხვევაში წერილობით ძეგლები განსხვავებულადაც კი უთითებენ მოგვიანებით, რიგ შემთხვევაში რიონი, როგორც ფაზისი, ასევე სხვა მდინარესაც ქვია ფაზისი, მაგრამ წერილობით წყაროები ზუსტად გვეუბნებიან, რომ ფაზისის მდებარეობა სად იყო და აი ამ საკითხზე გესაუბრებით. რადგანაც ფაზისის აკადემია მუზათა ტაძარი 1900 წლისაა, ჩვენი კვლევების თანახმად, ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, როგორც ვთქვით, არანაირი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს მას. ყოველ შემთხვევაში ეს კვლევები ჩვენ მიერ არის გაკეთებული, პირადად ჩემი, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდით სწორედ სახელმწიფო 4000 წელი რომ დაგვედგინა, მეცნიერება 2500 წელი, სარწმუნოება 2000 წელი, ფაზისის აკადემია, მუზათა ტაძარი 1900 წელი. აი ეს ფორმულები მოკლედ რომ დავიმახსოვროთ, ეს არის ჩვენი კვლევის ძირითადი შედეგები. სანამ ესე იგი გადავალთ თემაზე, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ილიას სიტყვებით მინდა დავიწყო, ჩვენი აკვანი საქართველოა, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა. აქ მინდა ყველას შევახსენო ცნობილი ფაზისის აკადემიის სწავლული თემისტიოსი გახდათ, ის დაიბადა 317 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 387 წელს. სხვადასხვა ავტორის მიხედვით სხვადასხვანაირად ამას დავადგეთ ამ გადაცემაშიც, მაგრამ მინდა მოვიხმოთ თემისტიოსის ეს ცნობილი ფილოსოფოსის სიტყვები დღეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ საერთოდ საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით. განათლების მისაღებად მნიშვნელოვანია არა სახელგანთქმული ადგილები, არამედ მცოდნე ადამიანები. ჭერმეტყველების სიტყვები ეძია ადამიანებში და რა ადგილებში. თემისტიოსი ამ ხრივ გულისხმობს, რომ ფილოსოფიური განათლების მიღება არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ დაუშვათ მივიღოთ ძველ პერიოდში, როგორც ცნობილი ათენის ფილოსოფიის სკოლაში. არამედ აუცილებელია დახელოვნებული მასწავლებელთან იყოს სწორედ მოსწავლე და მასთან დაკავშირებით უნდა იყოს სწორედ მიმართულება მეცნიერების განვითარებისა. სწორედ მეცნიერი, სწორედ დახელოვნებული კვლევარი არის გამსაზღვრელი მეცნიერების წინსვლისა. აი სწორედ ორიენტირებული უნდა ვიყოთ პიროვნებებზე, მეცნიერზე, მოქმედ მეცნიერზე, რომელთაც აქვს მაღალი სამეცნიერო რეიტინგი. რეიტინგი განისაზღვრება სამეცნიერო გვერდებზე, ყოველ შემთხვევაში ცნობილია 3 გვერდი, ინტერნეტში შეგიძლიათ შეამოწმოთ, Web Science, Scopus და Google Scholar. აი აქ აისახება მეცნიერები. თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ყოველი მეცნიერის შესახებ მონაცემები რომ იცოდეთ, ასევე სტუდენტებმა უნდა გადაამოწმოთ Google Scholar-ში და უნდა ნახოთ ვის რა ციტირების ინდექსი აქვს. ეს ერთ-ერთი გამსაზღვრელია შემოქმედებითი თვალსაზრისით მოქმედი მეცნიერი, რომელი ბრძანდება.
ყველას ვერ ვუწოდებთ მოქმედ მეცნიერს აქედან გამომდინარე. აი სწორედ თემისტიოსი ამაზე ამახვილებდა ყურადღებას, აუცილებელი კი არ არის ადგილი იყოს მნიშვნელოვანი, ეს იყოს იერუსალიმი ან ათენი, არამედ მნიშვნელოვანია ვინ არის ამ სასწავლებლის კვლევარი, მეცნიერი, დახელოვნებული ოსტატი. აი ამაზეა ორიენტირი სწორედ თემისტიოსის სიტყვაში და დღეს ჩვენ ამ სიტყვას წარმოგიდგენთ. საერთოდ სამეცნიერო კვლევების თანახმად ადრე ცნობილი იყო შემდეგი მოსაზრებები ბერძნულ-ლათინურ წყაროების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ფაზისის ახლანდელი ფოთის მახლობლად მოქმედებდა კოლხეთის რიტორიკული სკოლა, ანუ აკადემია. ეს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დღესაც ისტორიული ნარკვევების სახით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოფიციალურ გვერდზე. ეს აკადემია იყო უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლობდნენ ადგილობრივი კოლხები და ბიზანტიის იმპერიიდან, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან საგანგებოდ მოვლენილი ახალგაზრდები. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩვენ ბევრი რიგი ფაქტორით განსაზღვროთ რა არის ფაზისის აკადემიის ისტორია და მისი მნიშვნელობა. საყოველთაოდ ცნობილია თემისტიოსი და მამამისი ევგენიოსი ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში ფაზისის რიტორიკულ სკოლაში დაეუფლნენ ფილოსოფიასა და ჭერმეტყველების ხელოვნებას. ისინი იყვნენ ფილოსოფიური ნაზრევებით განთქმული და არისტოტელის ცნობილი კომენტატორები. აი ეს ჩვენი მეცნიერების ნაშრომებში, როგორც ვთქვით, სიმონ ყაუჩიშვილის, ასევე უნდა დავასახელოთ აქვე ნიკოლოზ კანდელაკის ნაშრომი ქართული ჭერმეტყველება, სადაც რიგი მასალა მოცემულია. ბერძნული წერილობის წყაროს მიხედვით ცნობილია, რომ ფაზისის აკადემია, ანუ მუზათა ტაძარი, კოლხეთის რიტორიკული სკოლა იყო პლატონის აკადემიისა და არისტოტელეს ლიცეუმის დარი უმაღლეს სასწავლებელი. ჩვენ რომ გავიაზროთ თანამედროვე თვალსაზრისით, ეს არის წარმოვიდგინოთ ათენი როგორც ჰარვარდი, არისტოტელეს ლიცეუმი, ესე იგი პლატონის აკადემია როგორც ჰარვარდი, არისტოტელეს ლიცეუმი როგორც ოქსფორდი, ხოლო ფაზის აკადემია კემბრიჯი. აი დაახლოებით ასეთი ხედვა შეგვიძლია გამოვთქვათ ფაზის აკადემიის ცნობილობასთან დაკავშირებით. ეხლა მინდა გესაუბროთ ფაზისის აკადემიის შესახებ, როდის იხსენიება რომელ წერილობით წყაროში, ჩვენ ამაზე დაახლოებით საუბრობდით ადრეც, მაგრამ დღეს უფრო დაწვრილებით წარმოგიდგენთ ამ საკითხს. თემისტიოსის ოფიციალური საჯარო გამოსვლის სიტყვები ცნობილია და რიგი გამოსვლის სიტყვები დაბეჭდილია ლათინურად და ბერძნულად, ასევე ნაწილი ინგლისური თარგმანი არსებობს, ქართული ნაწილობრივ თარგმანი რიგი ის რაც ფაზის აკადემიასთანაა დაკავშირებული, სიმონ ყაუჩიშვილს აქვს თავის ნაშრომში, ყოველ შემთხვევაში გეორგიკაში შეტანილი. დაახლოებით 355 წელს ბიზანტიელი ორატორი და ფილოსოფოსი თემისტიოსი 27 საჯარო გამოსვლის სიტყვაში ამბობდა: რიტორიკის მოძღვრებაში გავიწაფე პონტოს, ანუ შავი ზღვის აღმოსავლეთ განაპირას, ფაზისის, ანუ ფოთის მახლობლად, სადაც თესალიდან წამოსული არგო დაუზიანებლად ჩავიდა. იქ სადღაც ცნობილია ამაზონთა საომარი საქმეები და ასეთი ბარბაროსული და პირქუში ადგილი ერთი კაცის სიბრძნემ და სათნოება მაქცია ელინურად და მუზათა ტაძრად, რომელიც კოლხებისა და არმენიელების შორის დასახლებული ასავლიდა იმას თუ როგორ გაიწვნა ორატორულ ხელოვნებაში. იქ სასწავლებლად გამგზავნა მამამ ევგენიოსმა, მან თავადაც ფილოსოფიას იქ დაეუფლა. აი როგორც ამ წერილობით წყაროში, ეს თარგმანია ქართულად, დასახელებულია ფაზისის რიტორიკული სკოლა, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ფოთთან მახლობლად, სადაც არგონავტების მითი დაკავშირებულია ოქროს საწმისთან.
და ეს ადგილი, რომელიც დაკავშირებულია მისი დაფუძნება, არის ერთი კაცი სიბრძნით და სათვლებით ახსავსე და ეს სიბრძნით და სათვლებით ახსავსე კაცი არ აქვს დასახელებული თავად თემისტიოს თავის ოფიციალურ სიტყვაში და დღეს განმარტავთ რატო ვერ დაასახელა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო. აი გამოდის ჩვენი კვლევების თანახმად, ეს არის ცნობილი ფილოსოფოსი, ფაზის აკადემიის დამფუძნებელი მარკიონ ფაზისელი, რომელიც გახდათ ფაზისის ეპისკოპოსი, ქრისტიანული თემის ხელმძღვანელი. ეს ყოველ შემთხვევაში 138 წლამდე არის, ჯერჯერობით როგორც ჩანს ისტორიის მიხედვით 325 წლამდე არ არის ოფიციალურად მსოფლიოში ქრისტიანობა გამოცხადებული. თუმცა მრავალი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რომლის გაჟღერებას დღეს ჩვენ არ გავაკეთებთ და შემდეგში ვისაუბრებთ. ჩვენი მრავალწლიანი წყაროებზე სისტემური კვლევების შედეგად მოვიწიეთ ანტიკური ფაზისის რიტორიკული ფილოსოფიური აკადემიის ანუ სკოლის ისტორიული მასალები, მოვახდინეთ მისი დამფუძნებლისა და გამორჩეული სწავლულების იდენტიფიკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩვენი ეს არის მარკიონ ფაზისელი, მას მეორენაირად აქვს მარკიონის სინოპელი, მარკიონი დაიბადა სინოპში და თავად მარკიონის მამა, როგორც წინა გადაცემებში ვთქვით, გახდათ სინოპის ეპისკოპოსი, ფილოლოგუსი, ანუ პალმოსი. ფაზისის აკადემიის პირველი დამფუძნებელი არის მარკიონ ფაზისელი, 154 წლის 15 ივლისს, ამაზე დღეს გესაუბრებით, გამორჩეული ქართველი რიტორი, ფილოსოფოსი, პედაგოგი, რომლის სახელიც შემონახულია ბერძნულ და ლათინურ წყაროებში. ეს გახლავთ ფაზისელი, მარკიონ ფაზისელი. მისი სახელით იწოდება ფაზისის რიტორიკული სკოლა, მარკიონური სკოლა, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორატორიული ტექნიკითა და დიალექტიური არგუმენტაციით. ჩვენმა კვლევებმა გამოავლინეს სხვა ღირსეული სწავლულები, რომლებმაც განათლება მიიღეს ფაზისის რიტორიკულ ფილოსოფიურ აკადემიაში და მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რომის იმპერიის ინტელექტუალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერიის ნაწილში. წმინდა ეპიფანე კვიპროსელი წერს სიტყვასიტყვით ბერძნულად მარკიონ ფაზისელმა, ანუ მარკიონ სინოპელმა, ზოგჯერ მას უწოდებენ მარკიონ კოლხიდელი, გახდა სკოლის მეთაური. მისი მოძღვრება სკოლა გავრცელდა, დასახელებულია და აი ამ უმაღლეს სასწავლებლები, რომელიც მას დაკავშირებულია წერილობით წყაროებში წერია რომში, იტალიაში, ეგვიპტეში, პალესტინაში, არაბეთში, სირიაში, კვიპროსსა და თებაისში, ზემო ეგვიპტეში, უფრო მეტიც სპარსეთში და სხვა ადგილებში. მრავალი წყაროს მიხედვით ჩანს, რომ რომში, ალექსანდრიაში, პალესტინაში, კვიპროსზე, კრეტაზე, კორინთოში, რომში, ლიონში, სირიაში, ანტიოქიაში, ფაზისში, სინოპში, სირიაში კიდევ იყო ედესა, პერგამონში და სხვა მრავალ ადგილას ამ გავლენიანმა პირმა ფაზისელმა, მარკიონ ფაზისელმა დაარსა ამ ადგილებში ცნობილი აკადემია. როგორც თქვით, წყარო გვეუბნება სპარსეთშიცო. ეხლა მინდა გესაუბროთ ფაზისის აკადემიის სწავლულებზე, სანამ ამ საკითხზე გადავალთ, შეგახსენებთ გიორგი ლეონიძის შემდეგ სიტყვებს. მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი. აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაზისის აკადემია ქართული სახელმწიფოს სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელია, მისი ისტორია სრულიად დაკავშირებულია ქართულ ქრისტიანობის აღორძინებასთან, გავრცელებასთან და რიგ ფილოსოფიური მიმართულების განვითარებასთან. და ასევე, როგორც ჩანს ირკვევა, ქართული დამწერლობა დაკავშირებულია ისევე ფაზისის აკადემიის სწავლულებთან. არის მოსაზრება წერილობით წყაროების მიხედვით და მრავალი სხვადასხვა კვლევრის მიერ,
თუმცა ეს განსხვავებული აზრებია, მაგრამ ძირითადად მივყვებით, რომ ქრისტიანობის გავრცელების შედეგად ფაზისის აკადემიაში სწავლა ყოფილა ორ ენაზე, ბერძნულად და იმდროინდელ უძველეს ქართველურ ენაზე, რომელიც შეიძლება ეს იყოს ქართული და კოლხური ერთად. ყოველ შემთხვევაში ამის დეტალების ასე დაზუსტება შეუძლებელია, მაგრამ მოსაზრებაა ეს. სიმონ ყაუჩიშვილი და შალვა ნუცუბიძე ფიქრობენ, რომ მეხუთე საუკუნის დასაწყისში აი ფილოსოფოს თეოლოგი მითრიდატე ლაზი, რომელიც იყო გამოჩენილი თეოლოგის პეტრე იბერის ამგზდელი და მასწავლებელი. აი ეს ორი პიროვნება დაკავშირებულია ფაზისის რიტორიკულ სკოლასთან. როგორც ჩანს ამ კვლევრების მიხედვით, ისინი მიჩნეულები არიან ფაზისის აკადემიის სწავლულებად. აი სწორედ ქრისტიანობა, როცა ვრცელდება პალმოსის ხელით, ეს როგორც დადგენილია პირველ საუკუნეში, ხელდასმა მიიღო ბერძნული წყაროების მიხედვით ანდრია პირველ წოდებულისგან პალმოსმა, ხოლო პალმოსისგან ხელდასმა მიიღო მისმა ვაჟიშვილმა მარკიონმა და ის გახდა მარკიონი ფაზისელი, ფაზისის ეპისკოპოსი. აი ეს ქრისტიანული განვითარება, მეცნიერება და ქრისტიანული მეცნიერების განვითარება სწორედ ამ ორ პიროვნებასთან არის დაკავშირებული და უშუალოდ ფაზისის აკადემიის დაფუძნებამ შეუწყო ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას და აქვე საჭირო გახდა ქრისტიანული ტექსტების რედაქტირება და ვიცი ჩვენ წინა გადაცემებიდან ვთქვით, რომ ფაზისელი მარკიონი სწორედ ეს გახდა პირველი რედაქტორი ახალი აღთქმისა და მან შემოიტანა ტერმინი ტესტამენტუმ, ანუ აღთქმა, ახალი აღთქმის ტერმინი მის კვლევასთან არის დაკავშირებული მის ნაწერებში, თუმცა ეს ნაწერები ჩვენ არ შემოგვენახა, ისტორიულმა პერიოდმა ეს დაკარგა, მაგრამ სხვა ავტორების, მაგალითად ტერტულიანე კართაგენის ნაშრომში ნახსენებია, რომ მარკიონ ფაზისელს აქვს დაწერილი წიგნი ანტითეზისი, სადაც იქ ჩამოაყალიბებს ქრისტიანობის საფუძვლებს და რედაქტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებსა და სწორედ ახალი აღთქმის წიგნების პარადიგმა მას ეკუთვნის. ეს პირველ რიგში არის ლუკას სახარება და პავლე მოციქულის 10 წიგნი. აი ამიტომ, რადგანაც ბერძნულად იწერება ჯერჯერობით ასეა ცნობილი წერილობის წყაროების მიხედვით ოფიციალური ენა, საერთაშორისო ენა ბერძნული იყო, ამიტომ ბერძნულად დაიწერა ახალი აღთქმის ტექსტები, მაგრამ რადგანაც ყველამ არ იცოდა ბერძნული ენა, ადგილობრივ მოსახლეობაზეა საუბარი, მსოფლიო სხვადასხვა რეგიონზეა საუბარი, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის პირეთის სივრცეში მაცხოვრებელ საზოგადოებაზე, რომლებიც ყველა ჩვეულებრივი საზოგადოება ვერ მეტყველებდა ალბათ ბერძნულად, ამიტომ საჭიროებიდან გამომდინარე ადგილობრივ ენებზე დაიწყეს ახალი აღთქმის თარგმნა და გადმოტანა, ამიტომ აუცილებელი გახდა ქართული დამწერლობის განვითარება. როგორც ჩანს, ქართული დამწერლობის ჩამოყალიბების პრინციპები ალბათ დაკავშირებულია ფაზისის აკადემიის სწავლულებთან და ამას ანავითარებს ბევრი მკვლევარი. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია ყველაზე ძველი ქართული წარწერები, ბირელ ყუტის ქართული წარწერები, ეს არის ახალი წელთაღრიცხვის 430 წელი, რომელშიც ფაზისის აკადემიის რიტორი ბაკური და პეტრე იბერიელია მოხსენებული. ორი წარწერა არის, აი ერთ წარწერაშია ასეთი რამ წერია და მათი აღზრდილი ბაკური და გრიორ მიზდი და მათი ნაშრომი ქრისტე შეიწყალე ამი. ხო, ეს არის თანამედროვე ქართულზე, მაგრამ ორიგინალში წერია დაძუძუელნი მათნი ბაკური და გრიომიზდ და ნაშრომი მათნი ქრისტე. აი ეს არის ეს ერთი წარწერა, რომელიც ნაპოვნია ბეთლემის მახლობლად, ეს ცნობილია, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ზოგადად ყველასთვის. აი ეს მონასტერი შალვა ნუცუბიძის მიერ, სადაც ეს არის აღმოჩენილი წარწერა, მიჩნეულია ლასთა მონასტრად, აი სწორედ დაკავშირებულია ამ ხრივ ფაზისის აკადემიასთან, იმიტომ რომ მითრედატე ლაზი და აქ ყოველ შემთხვევაში
ბაკური არის ნახსენები. მეორე წარწერაში წმინდაო თევდორემ მან მაროვან და ესე იგი ბრზნ და აკლია ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ავტორს სხვადასხვანაირად აქვს აღდგენილი, მაგრამ აქ თავარია მაროვან, ანუ მურმანი, ეს არის პეტრე იბერიელის სახელი. ყოველ შემთხვევაში პეტრე იბერიელი, ახლა რადგანაც თქვით, ეს მასალა უკვე არკვევს იმას, რომ ეს ორი წარწერა მნიშვნელოვანია, მესამე წარწერა უფრო მოგვიანებითა. ერთ-ერთთაგანი ამ წარწერიდან დღეს იერუსალიმის ფრანცისკანელთა ბიბლიური კვლევის მუზეუმში არ ჩანს, შეიძლება ეს არქივშია შენახული, თუმცა ერთი წარწერა ნამდვილად არის დადებული და ოფიციალურად თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. მეორე წარწერა ყველა წერილობით წყარო წერს, რომ ყოველ შემთხვევაში ქართველი მკვლევრები ამბობენ, რომ მეორე წარწერა, რომელშიც პეტრე იბერიელია ნახსენები, დაკარგულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ფოტო მასალა, როცა აღმოაჩინეს, გადაუღეს ფოტო და ალბათ მე მგონია არ არის დაკარგული. სიმონ ყაუჩიშვილი და შალვა ნუცუბიძე ფიქრობენ, რომ მეხუთე საუკუნის დასაწყისში, როგორც მოგახსენეთ, მითიდრატე ლასთან და პეტრე იბერთან არის დაკავშირებული სწორედ ეს ყოველივე, რასაც გესაუბრებოდით და ეს აღმოჩენა ამ წარწერისა დაკავშირებულია ვირჯილიო კორბთან და მისი წიგნი ცნობილია გამოცემა, ასევე ქართულად ჩვენ გვაქვს გიორგი წერეთლის შესანიშნავი წიგნი უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან და მრავალი სხვა ავტორის, რომელთაც დასახელება ჩვენ მომავალში შეგვიძლია. ახლა ჩვენ კიდევ გამოკვეთოთ მნიშვნელოვანი ის, რომ ფაზისის აკადემიის სწავლულებად მიჩნეულია ცნობილი ორატორები აიეტი და ფარტაზი და კოლხ ეგრისის მეფე გუბას მეორე. ალექსანდრე გამყრეძე და სიმონ ყაუჩიშვილი აღნიშნავენ, რომ ლას წარჩინებულებს ორატორებს აიეტსა და ფარტას, რომლებიც 554 ან 555 წელს სახალხო თათბირზე სიტყვებით გამოვიდნენ ეგრისის მეფის გუბას მეორის ბიზანტიელების მიერ ვერაგულად მოკვლის გამო. შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ფაზისის რიტორიკულ სკოლაში ამ ორ პიროვნებას უნდა მიიღო განათლება და მესამეზეც საუბრობდით. აი ეს ეგრისის დიდი ომი უკვე ცნობილია თქვენთვის, ფილმი გადაიღო საქართველოს პირველმა არხმა, რიგი მასალები ჩვენ გავაჟღერეთ დიდი ხნის ადრე, სიმონ ყაუჩიშვილის თარგმანები, ეს ცნობილია მრავალი მეცნიერისთვის და ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ აიეტი სპარსული, ანუ ირანული პარტიის წარმომადგენელი იყო, ხოლო ფარტაზი ბიზანტიის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოვკვეთოთ, ხო სწორედ ეს ორი შეხედულება საქართველოს ტერიტორიაზე იბრძვის, რომ რომელი გაიმარჯვოს. ჩვენ ამაზე საუბრობდით და დღეს დეტალურად ამაზე არ ვისაუბრებ, შემდეგ გადაცემაში გვექნება. ასევე დაცულია ამათი ოფიციალური სიტყვა, როგორც ვთქვით, ფარტაზისა და აიეტის ოფიციალური გამოსვლის სიტყვები ამ თათბირზე, ბერძნულად ქართული თარგმანი უკვე გითხარით, რომ სიმონ ყაუჩიშვილს აქვს გაკეთებული, თავის წიგნში გეორგიკაშია ცნობილი. ასევე დაცულია კოლხეთის მეფის გუბას მეორის ორატორული სიტყვა, რომელიც 550 წელს წარმოთქვა მოხირისთან, მუხურთან ბრძოლის წინ. აი ეს დეტალები ყველაფერი დაბეჭდილია. ჩვენ კიდე გვინდა რომ თქვათ ორატორული ხელოვნების ასეთი მნიშვნელოვანი წისვლა ალბათ დაკავშირებულია უფრო ადრე პერიოდთან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თქვით რომ ფაზისის აკადემიაში მარგიონ ფაზისელის ფილოსოფიური განათლება, რომელსაც მას ჰქონდა მიღებული ათენის ფილოსოფიის მიმართულებით, ათენის ანუ პლატონის სკოლიდან, აი ეს გამოცდილება მან გადმოიტანა ფაზისში, მაგრამ ჩანს რომ კიდევ ადრეულ პერიოდში მე-40 წელს ახალ წელს აღრიცხვით საქართველოს ანუ იბერიის მაშინდელმა მეფემ ფარსმან პირველს სწორედ ეს ხელოვნება შესწავლილი ჰქონდა. ჩვენამდე მოაღწია იბერიის მეფის ფარსმან პირველის ჭერმეტყველების ყველაზე ძველმა ნიმუშმა, რომელიც
ტაციტუსმა მოკლე პარაფრაზით გადმოსცა და ეს ჩვენ მასალა გვაქვს ეს ყველაფერი გადაღებული წერილობითი ძეგლები, რომელიც ინახება უცხოეთში, ეროვნულ ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში, რომელთაც ასლები ჩვენ უკვე ჩამოტანილი გვაქვს მრავალი წლის განმავლობაში 46 ქვეყანაში რიგ სამეცნიერო მივლინების შედეგად კონფერენციებზე და მივლინების შედეგად ჩვენ ეს მასალები მოვიძიეთ და ხელთ გვაქვს ეს აი აქედან გამომდინარე ყველაფერს ასე თამამად ვამბობთ. ფაზისის აკადემიის სწავლულების როლის შესახებ ახლა შემიძლია ორი სიტყვით გითხრათ. ახალი წელთაღრიცხვის 554 წლის ზამთარს ფაზისის აკადემიის სწავლულების აიეტისა და ფარტაზის საჯარო წარმოთქმულმა სიტყვება პოლიტიკური ორიენტირის არჩევის გამო ქმედითმა ისტორიულმა გადაწყვეტილებებმა და სამხედრო პოლიტიკურმა როლმა საფუძველი დაუდეს ქრისტიანული საქართველოს სამეფოს გაერთიანებას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურის მიღწევებსა და ფასეულებებს. აგათია სკოლიასტის ნაშრომშია მოცემული ეს დაწვრილებითი ამ საკითხებზე მსჯელობა აიეტისა და ფარტაზის საჯარო წარმოთქმულის სიტყვები მის წიგნებშია შეტანილი და აი ამ სიტყვების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ. პოლიტიკური როლი ფოთი იყო ყოველ შემთხვევაში სტრატეგიული ადგილი 555 წელს, აი სწორედ რომელი აიღებდა ბიზანტია თუ მართავდა თუ ირანი, აი ამის მიხედვით განისაზღვრებოდა მაშინდელი მსოფლიო ბატონობა. აი გამოჩნდა რომ ფარტაზის სიტყვა, ანუ ბიზანტიის მხარდაჭერა მისი სახელით მნიშვნელოვანი წინსვლა იყო და გაიმარჯვა დასავლეთმა, გაიმარჯვა ბიზანტიის იმპერიამ და ფოთი გახდა ბიზანტიის იმპერიის ფარველობის ქვეშ და ასე შემდეგ მრავალი ადგილი. აი ეს არის გადამწყვეტი ქართული ქრისტიანობის განვითარებაში და ეს სტრატეგიული ადგილები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, აი ეს აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლის წიგნებში, რიგი მასალა, რა თქმა უნდა, შეტანილია, მაგრამ უფრო გარკვევით, უფრო მტკიცედ უნდა იყოს ამაზე საუბარი. ჩვენ რამდენჯერმე ეკრანზე წარმოვადგინეთ წინა გადაცემებში სწორედ რუკები და ის მდებარეობა, როგორი იყო ფაზისი ფოთი და მისი ეკონომიკურ ცენტრზე გესაუბრებით. ჩვენი აზრით ფაზისის აკადემია არა მხოლოდ რიტორიკისა და ფილოსოფიას, არამედ მათემატიკასა და ეკონომიკას, მედიცინას ასწავლიდა, რაც კოლხეთის სოციალურ-კულტურულ აყვავებას უზრუნველყოფდა. აქ ჩამოყალიბდა ჭევრი მეტყველების ხელოვნება, რომელიც მოგვიანებით პეტრე იბერისა და შოთა რუსთაველის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ფაზისის აკადემიის საქმიანობა ქალაქ ფაზისის როგორც კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის სტრატეგიულ მდებარეობას უკავშირდებოდა. ქალაქი მდებარეობდა მდინარე რიონის, ანუ ფაზისის, პალიასტომის ტბისა და შავი ზღვის შესართავთან, რაც მას ევრაზიის სავაჭრო გზა ჯვარედინად აქცევდა. ამ მდებარეობამ ხელი შეუწყო ფაზისის როგორც კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. აი, სწორედ ამ ადგილას, ასეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრში და სტრატეგიულ წერტილში ყალიბდება ფაზისის აკადემია. ძველ წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გვესაუბრება ფსევდო სილაქსი თავის თხზულებაში პერიპლუსი, ან ეს გარშემოვლა დედამიწის გარშემო ასეთი წიგნია, წერდა ამ წიგნში, რომ მდინარე ფაზისი და ქალაქი ფაზისი მდებარეობს კოლხეთში. ეს დაწვრილებით წერია მის ნაშრომში, რომელიც ჩვენ შემოგვინახა დროებამ. ფაზისი დააარსა, ესეც ცნობილია, მილეტელმა თემისტაგორამ, რომელიც იყო ოიკისტი. ანუ ოიკისტი ეს ქართულად ნიშნავს მოხალშენთა მიერ არჩეული მეთაური. ესე იგი, მილეტელებმა სამეურნეო სავაჭრო ურთიერთობები დაამყარეს კოლხებთან და ფაზისი ჩამოაყალიბეს როგორც ემპორიონი, ანუ სავაჭრო ცენტრი, ბაზარი საერთაშორისო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა რიგი მასალა, რომელიც წარმოვადგინოთ
რა იყო კოლხეთში, განსაკუთრებით ფაზისში, სინოპში და დიოსკურიაში. კოლხეთში ამზადებდნენ სელიქს სოვილებს, კანაფს, ცვილსა და ფის. ფაზისის სავაჭრო ნავსადგური იყო. ამასერს სტრაბონი ცნობილია, ცნობილი ბერძენის სწავლული პირველსა და ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა. სადაც ის ამბობს, რომ ჩამოდიოდა 60 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან და ბაქტრიიდან. ეს დღევანდელი ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილია. სტრაბონი ასევე წერს მდინარე ამუდარით, რომელსაც ბერძნულად ოქსოსითი ქვია, ოქსოსითით ინდოეთიდან მრავალი საქონელი ჩაქვთ ჰირაკანის, ანუ კასპიის ზღვაში, ხოლო აქედან ალბანიაში გადააქვთ დღევანდელი ესე იგი კახეთის ნაწილის სივრცე და ნაწილი, რომელიც საინგილოში არის დღეს, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, აი ეს იყო ალბანია, გადააქვთ, შემდეგ ტყვრითა და მისი მიმდგომი ადგილებიდან ექვსინის, ანუ შავი ზღვის სანაპიროში გადააქვთ და მე შავი ზღვით გადააქვთ, როგორც ჩანს, შემდეგში ათენსა და რომში. რიგი წერილობით წყაროები, რომელიც ჩვენ ახლა დაგისახელეთ, ეს ყველაფერი ბერძნულ წყაროებში წერია, ანონიმი წერილობით წყაროა, ასევე ეს არის სტრაბონიდან ამოღებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ უფრო ადრეული პერიოდის ძველი წელთაღრიცხვის 722 წელი ან 705 წელი ქრისტეს შობამდე სარგონ მეორის წარწერა, ეს არის ასურეთის მეფის ლურსმული დამწერლობით დაწერილია და იქ არის დასახელებული ასეთი რამ ტექსში შემოაქვთ სელის ქსოვილები მატყლი კოლხეთის ქვეყნიდან. ტოლემეოსი წერს შემდეგს. ეს არის ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეები. პირველ-მეორე საუკუნეებში ახალი წელთაღრიცხვით ინდოეთში კომორნის კონცხის კანიაკუმარის დღევანდელი სახელი ასეა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით კოლხეთის ყურის, აი ამას ერქვა კოლხეთის ყურე, ამჟამინდელი მანარის ყურეა, ამ პირას დაარსდა ნავსადგური ინდოეთის კოლხეთი. საიდანაც კოლხებს გაქონდათ მაგალითად სპილოს ძვალი, მარგალიტი, ძვირფასი ქვები და სანელებლები. აი ეს არის ტოლემეოში დაფიქსირებული. მოკლედ, ჩვენ გვაქვს სამეცნიერო ნაშრომები, ყოველ შემთხვევაში დისერტაცია ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მოპოვებული და იქ წარმოვადგინეთ რიგი მასალა, რომ ლოკალური კერები და სავაჭრო სატრანზიტო გზები ესე იგი 8000, 5000, 2000 წლების წინანდელ მსოფლიო ეკონომიკურ სივრცე როგორ ვითარდება და ამაზე გვაქვს ჩვენ დაწვრილებით საუბარი სხვადასხვა გადაცემებში. აი სწორედ ამ მიზეზით შემოაღნიშნული წერილობით წყაროები ჩვენ გვაჩვენებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობათა განვითარების პროცესმა სწორედ ფაზისში რიონი, რომელსაც უერთდება შავ ზღვას, აი იმ ადგილას ჩამოყალიბდა ნიშნულოვანი ეკონომიკური ცენტრი და განვითარდა ხელოსნობა, ვაჭრობა, განათლება, მეცნიერება. და აი ამის მიზეზია სწორედ ფაზისის აკადემიის დაფუძნება. წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ფაზისში, ანუ 2600 წლის წინ, ანუ 2500 წლის წინ მოიჭრა კოლხური მონეტები და სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი მრავალ გადაცემაში და ამის შესახებ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ დეტალურად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ის არის, რომ არსებობს ყუბანის ვერცხლის ფიალა, რომელიც არის ფაზისის აპოლონის ტაძრის კუთვნილება, ეს გატაცებული იქნა ადრეულ პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში, ანუ 2400 წლის წინ, ცოტა მეტი და აღმოაჩინეს ყუბანში და აი ამ ყუბანში სადაც იპოვეს ეს ფილა, ესე იგი ვერცხლის ფიალაზე იონური ბერძნულით წარწერა არის გაკეთებული და წერია ასეთი რამ: მე ვეკუთვნი წინამძღოლ აპოლონს, რომელიც
ფაზისია, ამიტომ ჩვენ ვიცით უკვე დეტალურად, რომ წელიწადაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში დაახლოებით 2500 წლის წინ უკვე ოფიციალურად, დოკუმენტურად ფაზისი უკვე ქალაქია და არსებობს ეს სავაჭრო ცენტრი, ეკონომიკური ცენტრი. და სავაჭრო ეკონომიკური ცენტრის განვითარების შედეგად, შემდეგ რა თქმა უნდა მას მოყვება რიგი სხვა მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით აუცილებელია მეცნიერებისა და განათლების განვითარება და ამიტომ ამ ადგილას ჩდება ფაზისის რიტორიკული სკოლა. ეხლა ჩვენ გესაუბრებით იმაზე, რომ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და გავარკვიოთ ზუსტი ადგილმდებარეობა ფაზისისა, ფოთისა. წელიწადაღრიცხვის პირველ საუკუნეში სტრაბონი წერდა, მდინარე ფაზისის პირას მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოხთა სავაჭრო ადგილი, რომლის გარშემოა მდინარე ტბა და ზღვა. ეს ნათელია, რომ რიონი, პალიასტომი და შავი ზღვა. ფაზისის მახლობელი მიდამოები კოლხეთის სანაპირო ქვიშიანი, დაბალი და ჭაობიანია, ამას ამბობს სტრაბონი. წელიწადაღრიცხვის მესამე საუკუნეში ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი აპოლონეს როდოსელი წერდა, მდინარე ფაზისის ხელმარცხნივ მდებარეობს მაღალი კავკასიონი და იას ქალაქი კვიტაისი, დღევანდელი ქუთაისი. აი ამაზეა საუბარი. ჩვენ კიდევ ვიპოვეთ მრავალი წერილობითი წყარო, რომელზეც ახლა დღეს არ გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ რუკები. ახალი წელიწადაღრიცხვის მეორე საუკუნეში ეს ცნობილი რუკა კლავდიუს პტოლემეოსისა, რომელიც შემდეგშია დაბეჭდილი, ეს 1540 წელსაა დაბეჭდილი, პირველადი წყარო ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ 1540 წლისა ნამდვილად ინახება ვატიკანის ბიბლიოთეკაში. აი სწორედ კლავდიუს პტოლემეოსის თხზულებაში, გეოგრაფიაში მითითებულია ქალაქი ფაზისის კოორდინატები 72 გრადუსი 30 მინუტი, ეს წუთი მაშინდელი 44 გრადუსი და 34 წუთი. ეს ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის სხვანაირი აღრიცხვით, ანუ ყოველ შემთხვევაში ადრე სანამ გრინვიჩის მერიდიანი იქნებოდა ცოტა 30 გრადუსით უფრო, ესე იგი ატლანტის ოკეანიდან აითვლებოდა კუნძულებიდან, მაგრამ გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით თუ გამოვაკლებთ დაახლოებით ამ სხვაობას, მივიღებთ 41 გრადუსს და 40 წუთს, 42 გრადუსსა და 0.9 წუთს. აი ეს ზუსტად შეგვიძლია ვნახოთ, ახლაც შეგვიძლიათ ინტერნეტში ავამოწმოთ, ეს მდებარეობა არის სწორედ ქალაქი ფაზისი. ესე იგი ფაზისის კოორდინატები, ქალაქ ფაზის. ხოლო მდინარე ფაზისის კოორდინატები ასეთი რამე წერია 72 გრადუსი, 30 წუთი, 45 გრადუსი, ყოველ შემთხვევაში ეს მასალები ცნობილია. კლავდიუსის პტოლემეოს როგორც რუკაზე ეს გრადუსები ასევე უწერია და ასევე რიცხვები გამოხატული დაწერილი აქვს. ესე იგი ქალაქ ფაზისის კოორდინატები და მითითებულია 72 გრადუსი და 30 მინუტი, 44 გრადუსი და 34 მინუტი, ეს მაშინდელი აღრიცხვი და თქვით რომ გრინვიჩის მიხედვით როგორია. იქვე ქვემოთ მდინარე ფაზისიც აღნიშნულია ის რიცხვები, რაც ჩვენ ადრე დავასახელეთ რამდენიმე წუთის წინ. მრავალი სხვადასხვა რუკაზე მოცემულია, მაგალითად მე-15-მე-16 საუკუნის პოინტინგერის გრაგნიზე წერია კოლხეთი, ნესტიანი ფაზისი, ქარიანტნე, ეს დღევანდელი სოფელია ხობისა ქარიატა და ხობუსი ხობი და სხვა. ეს რუკა ძველი რომის საგზაო რუკაა, ანუ კონდრატ პონტიგერის მას შეიძინა ეს გრაგნილი, რომელიც 1265 წელს კოლმარელმა ბერმა დაამზადა პერგამენტზე შესრულებული დედანი რუკის მიხედვით. ვარაუდე რომ ეს რუკა შექმნილია ორიგინალი წელიწადაღრიცხვის მე-12 წელს და ორიგინალი განახლებულია ახალი წელიწადაღრიცხვის მე-4-მე-5 საუკუნეებში. სწორედ ეს განახლებული ვარიანტი
კონრად პონტიგერის გრაგნილი ინახება ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვენაში. ამ რუკებს ჩვენ ბევრჯერ ვაჩვენებთ გადაცემებში. 1235 წლის ევსტროფის რუკა ცნობილია, რუკაზე მონიშნულია მდინარე ფაზისი და იქვე ქვემოთ წერია ფილოსოფოსები აიეტის მეფობის დროს კოლხეთში უთითებენ ოქროს საძმის, რისთვისაც იასონი ჩამოვიდა, რაც ბერძნებსა და ტროელებს შორის ომის მიზეზი გახდა. აი სწორედ ეს წერია ევსტროფის მონასტრის მსოფლიო რუკაზე, რომელიც არის 1234-დან 1040 წლებში შექმნილი. დღეს ეს ინახება გერმანიაში, ქვემო საქსონიაში, ორიგინალი ასლი. სხვა რუკებზე, მაგალითად 1559 წლის დიოგომემის რუკაზე დასტურდება მენგრელია, სამეგრელო ჯვრიანი დროში და შემდეგი ჰიდრონიმები: მდინარე ფაზისი ანუ რიონი და პალიასტომი. ეს რუკა ინახება ამჟამად საბრაგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარიზში. ჩვენ ეს რუკების ასლები გვაქვს და რიგი მასალა ბევრჯერ გაჩვენეთ. სხვა მრავალი რუკაც არსებობს, განსაკუთრებით უნდა ვთქვათ, რომ ქართული რუკებიც არსებობს, ორი ვერსია, ორი ვარიანტი, ასე რომ ვთქვათ. 1727 წლის იმერეთის სამეფო რუკაზე წერია შემდეგი რამ: ქალაქ ფოთის ციხე ქართულად ძველად ქალაქიც ყოფილა, ფასუს ქვან ორი თუღან ფაშა ზის. ესე იგი თურქების ფარველობის ქვეშ იყო. 1723 წელი ქრონიკონს ააშენეს თათართ. აი ესეთია კოშკზე ინფორმაცია. 50 თოფი ძეს დიდი 200 კაცი დგას. აი ეს წერია სწორედ 1727 წლის იმერეთის სამეფო რუკაზე, რომელიც ინახება რუსეთის სახელმწიფო სამხედრო საისტორიო არქივში მოსკოვში, რომლის ასლი ჩვენ გვაქვს. და აი მითითება მეორე, რომელზეც ჩვენ გესაუბრებით, ეს არის 1738 წელს გამოცემული იმერეთის სამეფო რუკა. ეს უკვე ინახება პარიზში საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიულ და ოკეანოგრაფიულ სამსახურში. აი იმერეთის სამეფო რუკა ქვია, როგორც ვთქვით, და ამ რუკაზეც კიდევ წარწერა დატანელებული. ეს არის ფოთის ციხე, ქართულად ფასუს ქვეყანა, ძველად ქალაქიც ყოფილა, ორთუღიანი ფაშაზის. ააშენეს თათართა წელს 1723 წელს. აი ეს არის მასალა მოცემული. სხვა მრავალ რუკებზე ძალიან ცნობილი ფრანგი ჟან ბასტის ბურგინონის დე ანვილის წიგნში რუკა, რომელიც არის ეს რომის იმპერიის ისტორიის შემსავლელია, მრავალი ტომისგან შედგება. 1740 წელს ერთ-ერთ ტომში შეტანილია რუკა, სწორედ არის მონიშნული ამ რუკაზე აია, ფაზისი, კვიტა, კუტანო, ქუთაისი, კოლხეთი, იბერია, ლაზები, სვანები. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის თქვათ, რომ ზუსტი მითითება როგორ არის ფაზისისა. ფედერიკ დიუბუა დე მონპერე თავის წიგნში, რომელიც გამოცემულია ძალიან ადრე პერიოდში, ეს არის 1838 წელს და იქ დიბუა წერს ასეთ რამეს: რუკაზე დახატული აქვს რიონი, როგორ მიედინება, როგორ უერთდება შავ ზღვას, პალიასტომის ტბა ნაჩვენებია და მითითებულია და გახაზულია ფაზისი სადებარობს, ანუ რიონისა და პალიასტომის ტბა შორის. დაახლოებით ეს დღევანდელი ფოთის აეროპორტთან მდებარე ადგილია. აი რუკაზე ჩანს ეს და ამ რუკაზე მითითებული აქვს, ყოველ შემთხვევაში ამ დაგეგმარებაზე მას აქვს მითითება და კვადრატული ფორმის უნდა ყოფილიყო აქ ციხე, ესე იგი სიმაგრე. ყოველ შემთხვევაში ეს რომაული პერიოდისა, როგორც ვთქვით, პირველ-მეორე საუკუნეზეა საუბარი. დიბუა წერს შემდეგ რამეს: გეგმაში მითითებულია არგონავთა დროინდელი ფაზისის დღევანდელი ფოთის ადგილმდებარეობა. ის, ანუ ფაზისი, მითითებული იყო თბილისის გენერალური შტაბის რუკაზეც. ამასაც თვითონ გვერდით ნახატში იქვე აქვს მოცემული.
უფრო დეტალურად წარმოვადგინე ის, რაც შემორჩენილი იყო კვადრატული ციხესიმაგრის გალავანი და კოშკები, რომელთა აღწერას არიანე გვაძლევს, იძლევა, აი ესეთი მასალა არის მოცემული და ძალიან ცნობილი ნაშრომებიც არსებობს ფაზისის მდებარეობასთან დაკავშირებით. მაქსიმე ბერძნდიშვილის წიგნი 1940 წელსა გამოცემული და შემდეგში რამდენჯერმე გამოიცა, მაგრამ ჩვენ კიდევ აქ დავასახელებთ ადრეულ პერიოდში 1894 წელს დადეშიძემ, შემდეგ აკაკი წერეთელმა დაწერეს, რომ რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებიდან ფასისის ღვთისმწვერვალიდან მოედინება მდინარე ფაზისი, ანუ ფასისი, რიონი, რომლის სათავეს ადგილობრივი მოსახლე რაჭველები ფასისის წყაროს წყალს უწოდებენ. აი ეს მასალებია დაცული ამ მნიშვნელოვან ნაშრომებში. სწორედ ჩვენ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, როგორ წარმოვიდა სახელი ფოთი, ფაზისი, რასთან არის ეს დაკავშირებული სიტყვა, ელინური, ლათინური წერილობის წყაროების მიხედვით ფაზისი ეს ღმერთის სახელია და ჩვენ ლინგვისტურად აღვადგინეთ და ეს სიტყვა დღევანდელი სვანურში ფუსტს უკავშირდება, ფუსტი უფალია და ამ საკითხებზე ჩვენ შემდეგ გავაკეთებთ აქცენტებს. ეს არის ლინგვისტური აღდგენა, რომელზეც ჩვენ ნაშრომები გამოვაქვეყნეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც თქვით, ზუსტი კვლევების თანახმად ფაზისის აკადემია მდებარეობდა რიონის სანაპიროს, ანუ ფაზისის ახლოს, მდინარესთან ახლოს და მისი დაარსება დაკავშირებულია მარგიონ ფაზისებთან, ფაზისის ეპისკოპოსთან და ის დაარსდა წერილობის წყაროების მიხედვით ფაზისის აკადემია დაარსებულია 154 წლის 15 ივლისს ტერტულიალე კართაგენილის ნაშრომის მიხედვით ეს თარიღი დადგენილია. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.